ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა ერთ ძირზე ამოდიან. მხოლოდ მათი აყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზე ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზე მწიფდება ნაყოფი. და სწორედ ამ ნაყოფის თესლი აღმოშობს ხოლმე ცხოვრების ხეზე ახალ ყვავილებს. თვითონ ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას. თორემ სხვისთვის ძნელია. შორს მხედველობა, დროებაზე უფლება მარტო გენიოსის საქმეა. სწორედ ასეთმა გენიოსებმა შექმნეს ხელოვნება, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ცხოვრებასთან ჭიდილის ადამიანის სასალბუნოდ გარდაქმნა. ერთ ბრძენს უთქვამს, მუსიკა არის უტყვი პოეზია და პოეზია მეტყველი მუსიკაო. ეს ორი ცხოვრების ვირტუოზი ერთმანეთს პირველობაზე ეპაიქრებიან და ტოლსაც არ უდებენ. მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ ხმა და სიტყვა ცალკე ბევრ შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდან ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა მწუხარება, ან სიხარული შეძრავს ხოლმე ღვთიურ სიმებს ადამიანის სულის ხაზებისას. სიმღერა ამორის გაერთიანებაა. ერთად გცევა, შედუღაბება. სიმღერაში, გალობაში მწყობრი ხმა შველის წყობილ სიტყვაობას და წყობილ სიტყვაობამ წყობ ხმას. რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოთქვას თავისი სულის მოძრაობა და თავისი გულის ძარღვის ცემა. სიმღერა ამ მხრივ იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ასეთი დიდბუნებოვანი კაცია სამშობლოზე და ფანდურზე უზომოდ შეყვარებული, ქიზიყის სალოცავების გარემოცვაში ლაღად გაზრდილი მომღერალი, ანზორ გელაშვილი. აწლეულების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, მრავალი პრემიისა და კონკურსის ლაურეატი, მართლმადიდებლური ოჯახის პატიოსანი მამამთავარი და ალალ-მართალი ქართველი. ანზორ გელაშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში 1936 წლის 26 აპრილს. დედა მარიამისა და წმინდა ნიკოლოზის სალოცავების მადლითა და წყალობით. რო ავდგებოდი ხოლმე მაღლა ნიკოლოზი ყურებ დაბლა მარიამ. ეს მაყულები კი არ იყვეს, ეს ათი აქ მაყვალ ვიღაუშებ. აი კათმები ყანდა, ძროხები ყანდა ერთი 10-15 ძროხა ყანდა. წამდა ხახს ღმერთი. ერთი ყოველთვის წამდა კაცო, რასალა. ჩვენ ღმერთი ბავშვობიდან გვიყვარდა და გვიყვარს ღმერთი. მამა ლექსო გელაშვილი ხელოსანი კაცი იყო, გამორჩეული ღვთის მოსაობითა და პატიოსნებით. დედა ლიდა ოზაშვილი, 5 შვილის დედა, სოფელ ოზაანიდან, ტკბილბუნებოვანი, გიტარაზე მომღერალი მხიარული ქალბატონი. სანდრო შანშაშვილი, სანდრო ჩებისტოყურებდნენ და დედაჩემი ფეხს მეთქვაიდე. და რო დავიბოდე და აი გმირის სახელი დამარქვე. აქ მძინები ამ ნაბადში არა? საფრთხოდ მომაჩენს თუ გავყავდი ხოლმე ვენახებში, მინდორში. ამაში არ წვიმაგადის არაფერი, არ სიცივე იცის, ეს მაგარი ნაბადია ძალიან. მამაჩემ კიდე ყოველდღე პიჟვარს იწერა და დილს ვადგებოდა, რო დაწვებოდა პიჟვარ მიზახოდი, რასაც მე მივხვდი რომ ღმერთს ეფიცებოდა. და 5 შვილი გაზარდა, 11 შვილი გაზარდა. და აი ესე ვაშკაცურა წავიდა ამ ხინა ბედნიერად წავიდა 80 წელს წავიდა. დედაჩემ 81 წელს წავიდა. დღესაც ეს უყოლენ კარგად ვარ, მაგრად ვარ რა. ანზორი დედმამიშვილებში უფროსია. შემდეგ მოდის მისი ძმა, შოთა
და 3 და ლილი, ეთერი და ნათელა. აი უშუალოდ პირველი მე ყველაფერი მევალებოდა და მე ვაკეთებდი ჯამთელი ბიჭი ვიყავ, მაგრამ და პერწკალები გამოდიოდა ისეთი მაგარი ვიყავ. მე ულედი ვენახშიც მამაჩემს დავყვებოდი. წინაპართაგან განთქმული მომღერალი მამის დედა, მინადორა ბებია ყოლია. ის დაირაზე ასრულებდა ქართულ მელოდიებს და უფროსი შვილი სულ სიმღერებში გაუზრდია. დიდი რადიო იყო წყალზე, სადაც ყოველ დღეში რამდენიმეჯერ მომქონდა ის წყალი და იცოდი რომ დილით იგეთ დროს ამან მქონდა წყალი, რადიო დაეკრა პირველ ზარს. აი ის იყო ხოლმე 6 საათზე იწყებდა და მე გავჩერდებოდი იქამდე სანამ პროგრამა გამოაცხადებდა. პროგრამა რომ გამოაცხადებდა, უკვე ვიცოდი ძირითადად მღეროდნენ გიორგი ბუღაძე მღეროდა სოლო სიმღერებს, მღეროდნენ კირავალიძეები, მღეროდა ივანე ჯავახშვილი, მღეროდა ეთერი კაცობაშვილი სოლისტი, მღეროდა ტატიანა მახარაძე სოლისტი. პირველად ადრეულ ასაკში მეზობლის ფანდურს ჩამოჰკრა ხელი. მისმა ტკბილხმოვანობა ისე მოხიბლა, რომ დღე და ღამე ხელიდან აღარ უშვებდა. სულ თავისით შეისწავლა ძველი მამა პაპურის სიმღერები. გაიქცეოდა ტყეში, დაჯდებოდა ბუნების წყდიათში და დაუღალავად უკრავდა და მღეროდა. ფანდური მე არ მქონდა და მეზობელთან გავდიოდი და ვიღაც სახლები არ მქონდა, ვეხვეწებოდი ფანდური მაშოვეთ მეთქი. არავინ არ მიყიდა და ის ხვითა ფანდურზე ვისწავლე. მე რა იყო ეს კორაშვილი შალიკო იმასაც მქონდა, ის ბაგრა უკრავდა და მის მანაც მასწავლა სიმღერები რაღაცაზე. შოთის პური პია და შოთის პური ესე იგი შოთა რუსთავის დროინდელი მაშინელი მოსესპურდა. სახელი სკოლაშივე გაითქვა. კონკურსებში ხშირად გამოჰყავდა და პირველობასაც არავის უთმობდა. საქართველოში არ დარჩენილა კუთხე კუნჭული, სადაც ანზორ გელაშვილს ფანდურზე შესრულებული ხალხური სიმღერებით არ დაეტკბო ადგილობრივი მოსახლეობა. ფილარმონიაში როგორც მომისმინეს მიმიღეს და იმის მე 20 წელიწადი ფილარმონიაში ვიყავი და დავდიოდი საქართველოს უვლიდი ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქებში. ანზორ გელაშვილმა 1965 წელს ცოლად შეირთო ასევე სოფელ ბოდბისხევის მკვიდრი ზიური არჩილის ასული ბალიაშვილი, პროფესიით პედაგოგი, უზადო ზნეობისა და ფაქიზი მგრძნობელობის ადამიანი, რომელმაც წინ და წინ შეიცნო რა მეუღლის ტალანტი რუდუნებით ემსახურა მის შემოქმედებით წინსვლა წარმატებასა და ოჯახის კეთილსინდისიერებას. სადაც მივიდიოდი სტუმრად, ჩემი ჩოგურით ისე უმღეროდი რომ სულ ყველა ცდილობდა რომ იქ მე იმ ოჯახს დავოხლებოდი და ვინმე ისეთ ყოფილიყო რაღაც ოჯახს შემექმნა იქ, მაგრამ ბევრი იყო აუარებელი. მაგრამ მე მიფიქრე ეგ თათარიახი გარიგება არ იყო საჭირო და შევქმნი ოჯახი შევქმნი და აი ნუსთავში სახალე ავიღე კალი შევიტე ჩემ კლასში ის კარგად სწავლობდა უმაღლეს დაამთავრა. მე როგორც ხელოვანი ჩემი ხელოვნება გავყერა. შეეძინათ ორი შვილი, ცისანა და ალექსი, რომლებიც ამჟამად დაოჯახებულნი არიან და 4 შვილს უზრდიან სამშობლოსა და დედაეკლესიას. სწორედ მეუღლის ზიური ბალიაშვილის ხელშეწყობითა და გვერდში დგომით ანზორ გელაშვილი ხდება თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტ მომღერალი. და მე ბრიგადა მყავდა ყვანილი ლილიპუტები დამყავდა. ერთი ლილიპუტა ვიქტორი იყო კუჩენეკო. თან ფოკუზნიკი იყო და ის დამყავდა. მეორე ლილიპუტი იყო ის პროგრამა ქონა ფოკუსები და რაღაცები ქონა დიდი 9 საათიან მეტი. და მე 15 წუთი მღეროდა 45 წუთი უკვე ბავშვებში საკმარისი იყო სკოლაში. სკოლებში ვატარებდი კონცერტებს. ძირითადი რეპერტუარი პატრიოტული სიმღერებითაა გაჯერებული. მრავლადაა სატრფიალო, სახუმარო, საყოფაცხოვრებო და იუმორისტული სიმღერებიც.
სულ ანზორ გელაშვილის რეპერტუარი 300-ზე მეტ სიმღერას მოიცავს. რახან მე ჰამლეთ გონაშვილმა თელ დედამიწა შეაზარდა თავისი ფოლკლორითა და თავისი ანსამბლით. მე უკვე შემყვარდა ასევე ანსამბლების სიმღერები და ჰამლეტამ თვითონ ბევრი სიმღერები შემასწავლა ჩემი ჭვანაგურელოში და კიდევ სხვადასხვა სიმღერები მაგას ფონდში ჩაწერილი მაქვს ოქროს ფონდში ღერო ჩემი დირიჟორი იყო დურმიშხან გოდეძიშვილი კონსერვატორი დამთავრებული კარგი დირიჟორი იყო ის მუშაობდა სახელმწიფო ანსამბლის დირიჟორად მაგრამ მე ვაშტა ვოკალური ანსამბლი ჩამოყალიბდა თბილისში მთელი თბილისში თბილპურ ვაჭრობის ვაშტა ვოკალური ანსამბლი იყო მე ვიყავი სოლისტი მე რომ მღეროდი ქალაქ თბილისის სასტუმრო ივერიის ანსამბლში ხელმძღვანელი იყო ბერძენიშვილი ოთარა თვითონ ივერიაში მღეროდი კარგი ჩოხა ხალხი შეგკენეს მონაწილეობდი ერთი სახარაცა რომელიც დღესაც გამოჩენილა კარგი მხატვრული კითხვის ოსტატია ხაინდრავ გივი ხაინდრავა იყო საბჭოთა კავშირის ექს-ჩემპიონი მახაშვილი აკრობატიკაში ირაკლი ერქვა ხო ირაკლი ნახაშვილი ქართულის კასტრზე გამოთვლეს დამსახურე სახალხო არტისტი რომელიც ძვირფასი რო გამოდიოდა სცენაზე მთელი ხალხი ტაშით ხვდებოდა იმასთან ერთად მონაწილეობდი შემოქმედი ადამიანის აქტივობა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. როდესაც ანზორ გელაშვილმა სიმღერით ჩვენი ქვეყნის მთადაბარი შეაჯერა, შემდეგ ფანდურის გაკეთებასაც მიჰყო ხელი. პირველივე მცდელობა წარმატებით დასრულდა. ნელ-ნელ საკუთარი ხელწერაც დახვეწა და ამჟამად ის უკვე ათასობით ხალხური და ქრომატიული ფანდურის ავტორია. მოკვდეგულში ჩამაკართ არ დამცესო ხერტიალი რომ მოკვდეგულში ჩამაკართ არ დამცესო ხერტიალი შენგენაც ვალე ფანდუ შენგენაც ვალე ფანდუ აი ბოლო დღეს კიდე ჩანგონებსაც ვაკეთე მომღერალიც ვარ და ერთი ალბათ 10000 ფანდურმა გაკეთებული და მთელ სოფლიოში ვარ ჩემ ფანდურებს გაგზავნილი ყველა ქვეყანაში მაგრამ რუსთავში იყო ხეტყის დამამზადებელი ხარხანა იყო რომელშიც ძალიან დიდ პატივს ჩემდა როგორც ხელოვანი და რომ მივიდოდი მეტყო ნაბანზო რომელი მორი გავხერხოთ და დამემზადებდნენ მე კი საღამოთ უკვე ხალხი რო წავიდოდა იქვე გამოიყვანი ფანდურის სახეს მივშემდი და მე გაშრებოდა კარგად აი ჩემთან სახში მთელი ერთი ამდენიმე თვე მქონდა ხოლმე და გაშრებოდა კარგად და მე ძიმემძიმეთ ვამუშავებდი სახელოს თუ არ მქონდა მაგრამ მე თვითონ რაღაცა საშუალება მქონდა ისე რომ ვაკეთებდი ეს არის თუთის ხე ეს არის წიფლის ხე რომელიც უშუალოდ ზოგჯერ როცა საშუალება არ მაქვს რომ თლიანად გავაკეთო ინსტრუმენტი აქ ამით სპეციალურად სახელური არის სტარს რომ ვუძახით აი ამის ხამხელას ასეთნაირად აქ შავსვა ხოლმე და გადავაბამდე ისეთნაირად ვაკეთებ ეს წიფელი არის აი ეს არის ბალღოჯი ეს ნეკეჩხალა არის ის იგივე წიფელი და აი ეს ტყის ქორაფი რომელიც საუკეთესო ხმა აქვს რომელსაც ძალიან საუკეთესო ხმა აქვს აი ეს გადამული არის სხვადასხვა ხეერთი მეორეზე თვითონ გამოდის თვითონ ძიმე ხეა ეს ქორაფისა ეს კიდე ფიჭვის ხეა რომელიც სუმბუქი არის ეს არის აი მთლიანი ხეა მთლიანი ფანური იქნება ეს მთლიანი ეს არის ქორაფი ეს არის ვითხარი ეს არის ნეკეჩხალა
ძალის ხე, ნახეთ რა ლამაზი არის. უბრალოდ ვერხს ამუშავებდი და ფურჩელს, თუთას ფურჩელს. ამჟამადაც ეხლა კი ზოგჯერ იყო ხოლმე ისიდან მოქონდათ ხოლმე ფათალო. მე რომ მეცადნა უცხოეთის რომელ ქვეყანას მინდა იქ წავიდოდი, იმიტომ რომ კარგი შეხედულება მქონდა, კარგი ფორმა მქონდა, კარგი ფანდური მქონდა და ხამაც კიდე ესეთი მქონდა, რომ ძლიერი. მე მთელი საქართველო ჩემი რა კუთხეც კი არის, აი თითქმის ყველა კუთხე მაქვს შემოვლილი, ყველა სოფელი, ყველა რაიონი, ყველა ქალაქი, ყველა და აი ამით მე კამაყოფილი ვარ და არავითარი მე უცხოეთის ქვეყანა მე ვერ გამაკვირვებს და ვერ დამაინტერესებს. არ მაინტერესებს, მე ქართულად დავიბადე, ქართული ეროვნული საუნჯე უნდა სანამ ცოცხალი ვარ, შევინარჩუნო და ვასწავლო ჩემს მომავალ თაობას. მიტომ გაგძანდა დედამა მისთვის გვეტყოდა ნანასა განზე აბჯარი ავისხათ მუდავლეს სამდედანასა შვილასტირინეტარას 90-იანი წლების მიწურულს კი ანზორ გელაშვილი მეუღლესთან ერთად მშობლიურ სოფელს ბოდბის ხევს დაუბრუნდა. რა განცდა ახლა აქ რო ხარ? სიამოვნება, თითქოს ისევის ბავშვობა მაგონდება და აქ ისეთი ვიყავ, რომ მე მუხს ვერავინ ვერ მომიდრეკავდა. გამრი, აი პურია. ვაშკაცაშვილის თემლის ხურა ვითინიდია აცურადა აფერს ხალიუდა სამთხოვნად ლექსო გელაშვილმა რომ დაიწერა ჯვარი, მაშინ დაიწერა ჯვარი ჩემმა ცისანამაც მitmetეს გათხოვილი იყო ჩვენს მისმა მშობლებმა და პატარძის მშობლებმა. ერთად აღნიშნეთ ყოველივე ეს. 2000 წელს პირველი აღსანება ჩავაბარე მამა დიმიტრის ქალაქ რუსთავში. შემდეგ ყოველთვის როგორც წესი იყო ისე ვიქცევოდი მარხვასაც ვინახავდი დიდ მარხვასაც წნორში, დაბაწნორში. იქ მამა დავითი იყო რიგალაშვილი, მე ყოველთვის დავდიოდი, ღებულობდი ზიარებას და რაც ყველა წირვას ვესწრებოდი მე და ჩემი მეუღლე. დედამისე შემოვიარე საქართველოსი და სადაც კი წავიდა ყველგან გამარჯობა და წიწვლა მქონდა. ეს დედა მარიამის ძალით ყველაფერი კარგად გამომდიოდა, მამა ნიკოლოზის ძალით. ეს ბოდბისწყლის სალოცა, ბოდბისწყლის 7 სალოცავია, მაგრამ მე გავიზარდე კალთებს, დედა მარიამის კალთებზე. აი ამ სოფლის გაღმა გამორმა თემი თებსურად გადახვედია ეს დიდებული კავეხნაც ნობილი ჩემი სოფელი ბოდბის დღესაც ბედნიერად გნოთავს და იმიტომ რომ სანამ ცოცხალი ვარ ალბათ გამეხმარება ეს სალოცავები. აი ამ ხელა ძალა აქვს აღარ ღმერთს და სალოცავი. აი ამ სოფლის მკვიდრი ცხოვრებანი მეცნიერი თუ მიდრის მხოლელია ყველას მხარის ამახება
ჩემი სოფელი 1999 წელს ანზორ გელაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა. მისი ვაჟის ლექსო გელაშვილის ოჯახში დაიბადა ვაჟი, პატარა ანზორ გელაშვილი, დიდი პაპის სასახელო შთამომავალი. მე რუსთავშიც იყო პატარა ბავშვებს ვამეცადეებდი უფას პატიოთ. აქ რუსთავში როცა ბოდბისწყებს ჩამოვედი ქალაქში, როცა წუნოში სალოცავში დავდიოდი, იქ მამა დავითის ბავშვებს ერთი ვაჟი ყავს და სამი გოგონა, რომლებსაც მე ვამეცადეებდი და ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასწავლედი ჩემი გამოთვლილი, ჩემი გაკეთებული ფანდურებით. რა სიტურფეს არ ანახავ ყოველი დღე და ყოველი დილა ხეობა და მისი ჭალა ერთიანად ლამაზია რა სიტურფეს არ ანახავ ყოველი დღე და ყოველი დილა ეხლა შეადარე ამასა ჯაგაჯუგი ნომედურობა. რომელ სოფლებში გაქვს ჩატარებული კონცერტები? მთელი საქართველო, მთელი რომელი გინდა სამეგრელო გინდა, გურია გინდა, აქეთ ფშავხევსურეთი გინდა, მესხე ჯავახეთი გინდა, კახეთში, თუ აქ ვიყავ კახეთში, ყველა დიდებულად იყო და ყველა დიდებულად ხდებოდა და დიდი ამბითა და იმით სოფლის მეურნეობის ესე იკონმოვნებს რომელებთან ვატარებდი კონცერტს ბოლოს მე მარტო სოლო კონცერტი გავმართე სოლო კონცერტი მქონდა და ჩემი სოლო კონცერტი ფილარმონიდან ვიღებდი თავარ მიმართვას ყველა რაიონში და მეც მქონდა რამდენიმე საელევიზიო ნომერი თან სიმღერა და ასე დამგვარად უფრო გაუმჯობესებულად მუშაობდი. საქართველო დედამიწის ხამავენარანია სილამაზის ხაპარად გამული ნადრის თუანია სილარანარით პირიმეზის და პირიმთუარისა საბატარზონო სამაკაუნის თულთალადისა უცხოეთისა მაინც არაფერ არ მეკვეს, იმიტომ რომ უცხოეთი რადგინა როგორც ქართველებთან ტრადიცია, ქართველებთან წესჩვეულება, ქართველებთან კარგი სიყვარული, ქართველებთან მამაპაპა ესეთი წესწყობილება სოფლიოში არ ამგონი რომ სადმე იყოს. მე საერთოდ გარდა ქართული ეროვნული მამაპაპური ჩვენი წესწყობილებისა სხვა არაფერი მე არ ამწამს და სანამ ცოცხალი არც ვიცამებ. ბავშვებს სულ ყოველთვის მოუწოდებ ქართულს, იმიტომ რომ არა ყველაფერი ხელდა გამიგვეცელებოდა. რატომ მოგამიგვეცვალებ? სოფლიო ბიждდება ჩვენ ჩვენებურ ტრადიციებზე, ჩვენებურ მოქმედებებზე და რა იმათ ვისწავლოთ, ვარ ჩვენი ისწავლოთ სხვა, მაგრამ იყო ჩვენად გათვი ისწავლოთ და დიდი სწავლეთ და წავიდეთ თავის ქვეყანაში. ხეცხოვრებისა და ხეცნობადისა ერთ ძირზე ამოდისო, ამას ილია მართალი გვასწავლის. მხოლოდ მათი აყვავება სხვადასხვა დროს მოდის. როცა ცხოვრების ხეზე ყვავილი ჭკნება, მაშინ ცნობადის ხეზე მწიფდება ნაყოფი. ანზორ გელაშვილმა შეიცნო არსი თავისი ცხოვრების. შეიყვარა დედაღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. იდეაში ღმერთის სიყვარულს გაუტოლა და ამ დიად იდეალს ემსახურა სულითა და გულით, კახური სიმღერით. ამიტომაც მისი ცნობადის ხეზე სიმწიფე ყვავის. სწორედ ამ ნაყოფის წყალობით ყვავილობს მისი ცხოვრების 77 გაზაფხული. კაცური კაცი, ძველი კოლორიტი შემორჩენილი, მომღერალი, რა ვიცი. ვაშკაცური კაცი, თავარი ანზორ აყვანეს კარგად. ანზორი ნიშნავს თავისუფალს. ჩეჩნური სახელია, კავკასიური
ნიშნავს თავისუფალ. ჩვენირად ახალგაზრდურად გამოიყურება ჯანმრთელობა უნდა უსურვოთ სულ ყველაფერი ერთი 30-40 წელი კაცმა კიდე უნდა იცოცხლოს. კაი შვილების მამა არის, კარგი მეუღლის ქმარია და დიდი ხანი უსურვებს იცოცხლეს. მოდით დანახეთ ქიზიყი კით ძველი გინა დახარი ფაგამოსაჩენად ეზოყურე და საყლკარი თუ ფაგამოსაჩენად ეზოყურე და საყლკარი დინით მზაკაზეიმობს სალამოთ ზეიმ ხარხარი მეცა ქაური გახალავარ ამარემარეს დავხარი მეცა ქაური გახალავარ ის წყალობით ჩემ შვილიშვილებს ვცდილობ რომ შევასწავლო ქართული ხალხური სიმღერები ყველა ჩემ შვილიშვილებს 8 შვილიშვილი მყავდა 8 შვილიშვილებს ცალკე ფანდურები აუმზადე? დამზადებული მაქვს და ვისაც რომელი მოეწონება ამჟამად მე ერთი 25 ფანდორი ვაკეთე და 25 ფანდორი რომელი მოეწონება იმას ვბოძებ და იმას ვახსოვებ ჩემს სახსრად ქონდა ჩემს შვილიშვილებს სიმღერებში უნდა ვცდილობ რომ საერთოდ ჩემს შვილიშვილებს ასწავლო ეს ქართული ფოლკლორი ქართული ჩონგური და ვცდილობ რომ იქნება ვაგვარდე ამის გაკეთებას სწორი გზის პოვნა და მასზე სულა ნახევრად გამარჯვება. ანზორ გელაშვილმა კი მრავალი გამარჯვება მოიპოვა თავისი დაუღალავი შრომითა და შემოქმედების უსაზღვრო სიყვარულით. წინ კიდევ მრავალი ბრძოლაა და მრავალი გამარჯვება. ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენა ქართველო მამულიშვილო. დედა მარიამის კალთაზე გაზრდილს, დედა მარიამის კალთამ შეგიფრთაქოშოს და განუგეშოს ჩვენი სამშობლო სამსახურში. ამინ. მე ბედნიერად გავატარე ეს სოფელა ჯერ კიდევ ვატარე ღმერთმა უნდა გადაგვარჩინოს ჩვენი საქართველო ძალიან ანჯული საქართველო რომელიც ძალიან ბევრჯერ განადგურდა ტრებისგან და ისევ აღდგა რაც გინა ბევრი ეთონო ჩვენ საქართველო რამდენიც გინა ებღავჯოს ვინც გინა ვერაფერს ვერ დააკლეს ქართველი კაციც თავისად გააკეთებდა ყველაფერი შეიქნება როგორც იყო იმ დროს როცა კარგად იყო და ისევ კარგად იქნება ჩვენ ქართველი ხალხი ვართ ჩვენ ვერ დაგვიმორჩილოთ ჩვენ პატრიოტია ხალხი პატრიოტიზმი იმარჯვებს ყველგან და ეროვნობა ეს არის თავი ყველა წარსულია კალოდა შემოსამშობლო ჩვენ ქვეყანას ყველანაირი ხალხი უცხოური ყველანაირი მართლმადიდებელი ძალიან სიყვარული თავარაც გაჟღეთილი და სამშობლო სიყვარული ავივსეთ თქვენ თქვენ თუ დამილოთ საქართველოს თქვენ გენაცვალე ჩამწელეთ ბედნიერად იყავით ჩვენ ყოველთვის ვერჩი დაგიდგები იცოცხლეთ და იხარეთ ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად აღსდგა ბოლოს მაინც გადაიგდე მეცინე უღერი არგელის დარბევა და დანჯვანიე დაილოცო შენი მიწა შენი თავარი იდღა გრძელი საქართველო მრავალაჟანიე დაილოცო შენი მიწა შენი თავარი იდღა გრძელი საქართველო მრავალაჟანიე ეი და არალე Hey da varale